ვიწვალე, დავთესე 1500-2000 ლარამდე ფულია ამაში დახარჯული. და ყოველ კვირაში მუსორს ვკრიფავ. ვერაფრით ვერ შევაგნებიე რომ აქ აღარ დაყარონ და დაყარონ ცოტა ან მოცილებით ან სხვაგან. მკვდარი ღორები ყრია, ვინ დაყარა არ ვიცი. ახლა თუ გინდა მივალთ, გაჩვენებთ. აქედან არის 30 მეტროში. ხვალე გაყროლდება და ამ ტერიტორიაზე კაცი ვეღარ გეივარს. დაავადება გაჩნდება, ბუზი დააჯდება. არსებობა შეუძლებელია ამ პირობებში. დღე-დღეზე მოწესრიგდება, ეს დღე წლების განმავლობაში გრძელდება და აგერ ნახეთ, გამყოფი არის გზა, გზის იქეთ არის. ეს ნაგავსაყრელი, გზის აქეთ არის ასეულობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, დაუბერავს ქარი და მიმოფანტულია ეს ნაგავი ამ ტერიტორიაზე. ეს დიდი ხანი არის, ეს არის ერთი წელი ასეთი პრობლემა და მრავალი წელი მეტიც. მაგრამ ეს ახლა იმატა საგრძნობლად. რატომ იმატა და არ არის არაფერი. უკვე დაყარეს, სადაც კარიერი უნდა იყოს, როგორც უნდა იყოს ანტისანიტარია, ისე არ ტარდება, დაყარეს უკვე აქეთ კერძო საკუთრებებთან და უქმდება ყველაფერი. ჩვენ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 3 ჰექტარი მიწის ფართობი მივატოვეთ სახელმწიფო სასარგებლოდ, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ ფართობს გადასცემს მყარი ნარჩენების სახელმწიფო მართვის კომპანიას და ნაგავსაყრელების მოვლა პატრონობას შემდგომში და ოპარირებას განახორციელებს აღნიშნული კომპანია.